აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის მერობის კანდიდატ დადო კოდუასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მარიამბების სადღესასწაულო წირვას კორცხელის ღვთისმშობლის სახელობის მე-17 საუკუნის ტაძარში დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრევლს მარიამბების დღესასწაული მიულოცეს. მარიამობის დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე არის ჩვენი საზოგადოებისთვის, ქართველებისთვის. მე მინდა მიულოცო ჩვენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ ერთად უნდა გავაძლიეროთ რწმენა და ღვთისმშობლის მადლით საქართველო იქნება ერთიანი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის მასპინძელი და მცველი ქალაქიდან სრულიად საქართველოს ულოცავ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, უსურვებ ბედნიერებას, მშვიდობას და წარმატებულ ცხოვრებას. ყველა მართლმადიდებლისთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ღვთისმშობლის მიძინება, მინდა ყველას მოგილოცოთ, ღვთისმშობელმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგიბრწყინოთ ის გზა, რაც ცხოვრების გზაზე არის სავალი.